ცხელი ყავა ხელში, ეკრანის წინ. საათი უახლოვდება შაბათ-კვირის ნახევარხამეს. 1 წუთით ადრე სიმშვიდეა, მომდევნო წუთში კი უკვე ქაოსი. ეს არის შავი პარასკევი, თანამედროვე სამომხმარებლო კულტურული წლიური რიტუალი, რომელიც აერთიანებს მილიონობით ადამიანს. ერთია გლობალურ მოძრაობაში, რომლის მიზანიცაა შეიძინო, უფრო იაფად. მაგრამ რა იმალება ამ შემოთავაზებების უკან, ან არის თუ არა ეს მხოლოდ მაღაზიების მხრიდან კეთილგანწყობის გამოხატულება, სიმდიდრის განაწილების წმინდა აქტი, თუ იქნებ ეს ყველაფერი ჩაფიქრებული სცენარია, დახვეწილი ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი საფულეების ამოცარიელებას. ტერმინი შავი პარასკევი არ წარმოიშვა უწყინარი იდეალური სავაჭრო სცენარიდან, მისი წარმოშობა ბევრად უფრო მრუდი და ნაკლებად გლამურულია. ერთ-ერთი პოპულარული თეორია ამტკიცებს, რომ ეს ტერმინი 80-იან წლებში ფილადელფიაში გაჩნდა. მადლიერების დღის შემდეგ ქუჩები ქაოტური და დანაგვიანებული იყო. დიდი მასები, ჩამოსულები და ადგილობრივები ქუჩაში ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ყველა ისვენებდა და ერთობოდა, პოლიციას თავისი საქმის შესრულება ევალებოდა. ამ ვითარებაში დაიბადა ტერმინი შავი პარასკევი, მაგრამ მალევე ბუღალტრებმა გააცნობიერეს, რომ წითელი მუშაობიდან შავში გადასვლა წლის ბოლოს მადლიერების დღის წყალობით ხდებოდა. ეს გრაფიკი აღნიშნავდა ბუღალტრული აღრიცხვის ისტორიულ პრაქტიკას, სადაც მოგება იწერებოდა შავი მელნით, ზარალი კი წითელით. ამიტომ შავი პარასკევი იყო დღე, როდესაც მაღაზიები საბოლოოდ მოგებაში გადადიოდნენ. მსხვილმა სავაჭრო ქსელებმა მთელს ქვეყანაში დაიწყეს ამ დღეს პარადების ორგანიზება, რაც ოფიციალურად ახალი შობის სეზონის დასაწყისს აღნიშნავდა. ასე დაინერგა ტერმინი შავი პარასკევი, მაგრამ ძალიან მალე გამყიდველები მიხვდნენ, რომ ეს დღე თავის სასიკეთოდ უნდა გამოეყენებინათ და მომხმარებლების ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ შეზღუდული დროის შეთავაზების მომენტში აქტიურდება ჩვენი ტვინის ორი ძირითადი ინსტინქტი, მოგების სურვილი და დანაკარგის შიში. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ შეთავაზება მხოლოდ 4 საათის განმავლობაშია, ან რომ მარაგი სრულდება, ჩვენი ლოგიკური აზროვნება ჩანაცვლებულია სიჩქარისა და იმპულსურობის მოთხოვნილებით. ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, მინდა თუ არა ეს პროდუქტი და უფრო მეტად დავკარგავ თუ არა ამ შესაძლებლობას. ზუსტად ამ დროს უკავშირდება მაგიური ფსიქოლოგიური ფასების გამოჩენა. 159 ლარი და 99 თეთრი გაცილებით ნაკლებად დამამძიმებელი ჩანს ჩვენი გონებისათვის, ვიდრე 150 ლარი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ დაზოგავთ კიდე დამატებით 70 ლარს ძველ ფასთან შედარებით. შავი პარასკევი არ არის მარტივი ხრიგი. ეს არის კომპლექსური ეკონომიკურ-ფსიქოლოგიური სპექტაკლი, რომელიც შეიცავს როგორც რეალურ შესაძლებლობებს, ასევე ღრმა ფსიქოლოგიურ თამაშებს. საიდუმლო არის იმაში, რომ ჩვენ გავხდეთ ჩვენი საკუთარი ტვინის და საფულის მმართველები და არ მივცეთ უფლება ჩვენზე მანიპულირებისა. რას ფიქრობთ? დატოვეთ კომენტარები.